წარმომადგენლებს დაუჯერებთ, დიდად საერთოდ არაფერი მომხდარა იმ ფაქტით, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი პირი თანამდებობაზე დანიშვნიდან 4 თვეში გადააყენეს და მის ნაცვლად ახლა ამავე თანამდებობაზე ნიშნავენ მამუკა მდინარაძეს, რომელიც მიიჩნევა ქართული ოცნების პროპაგანდის მთავარ გამავრცელებლად. დილიდან ახსნა გადმარტების რეჟიმში არიან ივანიშვილის გუნდში და ისინი პასუხობენ ჟურნალისტების კითხვებს. ბუნებრივია მედია ცდილობს, რომ უფრო მეტი გამოარგოს, თუმცა უშედეგოდ, რადგან ივანიშვილის გუნდში როგორც ჩანს, დიდად ამ გადაადგილების წმენდის თუ როტაციის შესახებ არაფერი იციან. ერთადერთი რასაც ამბობენ არის შემდეგი, რომ თუ მათ დაუჯერებთ, ანრი ოხანაშვილს თავად მოუნდა, რომ გადამდგარიყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის პოსტიდან, ეს იყო შეთანხმებული სხვებთან და მათ ისინი ერთობლივად შეთანხმდნენ მამუკა მდინარაძის კანდიდატურაზე. მამუკა მდინარაძის მიმართ და მის ფიგურასთან მიმართებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის პოსტზე არაერთი კითხვა არსებობს, თუმცა იქამდე საინტერესოა, რას ამბობენ ქართულ ოცნებაში. ისინი დარწმუნებულები არიან, რომ მამუკა მდინარაძე ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ კარგი სუსის შეფი იყოს და მეორეს მხრივ ამბობენ იმასაც, რომ ძალიან მალე მას უკვე ოფიციალურად გამოუცხადებენ ნდობას. ეს უკანასკნელი უკვე სავარაუდოდ სექტემბრის პირველ კვირაში მოხდება. მე წეგანაც ვახსენებ, პრემიერ-მინისტრმა მეც ამ შემთხვევაში გამიჭირდება საუბარი. პრემიერ-მინისტრმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილმა ხელმძღვანელმა ჩათვალეს საჭიროდ, რომ ამ მომენტში იყო ცვლილება საჭირო, გუნდის შიგნით გადაადგილება ამ მომენტში იყო საჭირო, უფრო მეც თუ თავად ჩათვლიან საჭირო, თავად გააცნობენ საზოგადოებას. მე ვერ გეტყვით, მე შიდა პროცესს ვერ გეტყვით, ამ შემთხვევაში გამიჭირდება კომენტარის გაკეთება. ერთობლივად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილმა ხელმძღვანელმა ბატონო ანრი მასთან შეთანხმებით მიიღეს ეს გადაწყვეტილება. ჩაგიგეთხვენ იქნება ბატონლებას. ჯერ არის. ბევრი წელია ვიცნობ ბატონ მამუკას, არ არსებობს გამოწვევა, რასაც იგი გამართულად ეფექტიანად წარმატებით არ უპასუხებს და ამიტომ აქაც დარწმუნებული ვარ და მშვიდად ვარ, იმიტომ რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იქნება გამოცდილი პროფესიონალის ხელში. საკადრო როტაცია და კადრების გადაადგილება ეს არის ჩვეულებრივი ჯანსაღი პროცესი სახელმწიფო სისტემაში, სახელმწიფო სტრუქტურებში, ამიტომ აქ რაც გასაკვირი და ახალი არაფერი არ არის. ბატონმა ანრი ოხანაშვილმა დაწვრილებით განმარტა მისი გადადგომის მიზეზები, ის რჩება ქვეყნის უსაფრთხოების სადარაჯოზე, მისი ფუნქცია მრჩევლის, პრემიერ-მინისტრის მრჩევლისა ამ განხრით არის უაღრესად მნიშვნელოვანი. როგორც ითქვია, მამუკა მდინარაძეს წარდგენა არ ჭირდება, მას ძალიან კარგად იცნობს ჩვენი ქვეყანა, ეს არის მაღალი დონის პროფესიონალი. ახლა ყველას აინტერესებს მაინც რა ვერაპატიეს ანრი ოხანაშვილს ისეთი, რის გამოც არასრულ 5 თვეში თანამდებობიდან მოხსნეს და ასეთი საპასუხისმგებლო უწყება ჯერჯერობით ხელმძღვანელი პირის გარეშეა დარჩენილი. როგორც გვეკითხარით, მამუკა მდინარაძე ამ თანამდებობას უკვე სექტემბრიდან დაიკავებს, მას შემდეგ რაც მას პარლამენტი ნდობას, ქართული ოცნების პარლამენტი ნდობას გამოუცხადებს, თუმცა უნდა მიუბრუნდეთ ანრი ოხანაშვილს. ვიცით, რომ ანრი ოხანაშვილმა ერთგვარად დიდი საქმე გაუკეთა ბიძინა ივანიშვილს გიორგი ბაჩაშვილის ქვეყანაში დაბრუნებით, თუმცა გაჩნდა კიდევ ერთი ვერსია, რაც შესაძლოა რომ გამხდარიყო ოხანაშვილის პოსტიდან მოხსნის მიზეზი. მაყურებელმა ალბათ იცის და კარგად ახსოვს ყველას, რომ გასულ კვირას რუსეთის უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა განცხადება და მოსკოვით ფილის ადანაშაულებდა ბომბებით სავსე მანქანების გატარებაში. გაჩნდა ვერსიაც, ხომ არ შეიძლება რომ ეს გამხდარიყო იმის მიზეზი, რის გამოც ოხანაშვილი თანამდებობიდან მოხსნეს, რადგან სუსი არის ორგანო, რომელიც წესით ამ საქმესაც უნდა აკონტროლებდეს, საზღვარზე არსებულ ვითარებასაც უნდა აკონტროლებდეს. ამის შესახებ უკვე ჩვენი რესპონდენტები საუბრობენ, მათ შორის არის ყოფილი სახალხო დამცველი უჩან ანუაშვილი, რომელიც ამ ვერსიის ნამდვილობას საერთოდაც არ გამორიცხავს. თუმცა ასევე ის საუბრობს იმ ვითარების შესახებ, რომელშიც ახლა ქვეყანაა, როდესაც მოქმედი პოლიტიკოსი და ადამიანი, რომელიც მიჩნეულია პროპაგანდის მთავარ გამავრცელებლად, ინიშნება ასეთ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე. საქმე უსაფრთხოების სამსახურს ეხება, რომელმაც მთელი ქვეყნის უსაფრთხოება უნდა დაიცვას და წესით ასეთი უწყების ხელმძღვანელი პირიც უნდა იყოს ნეიტრალური სრულად პოლიტიკისგან. უჩან ანუაშვილი მიიჩნევს, რომ სუსში ასეთი ხშირი ტემპებით ცვლილება ხელმძღვანელი პირების ისევ ქვეყნის უსაფრთხოებას აზიანებს, რადგან ეს არის უწყება, რომელსაც აქვს ძალიან დიდი და ბევრი საიდუმლო ინფორმაცია და როდესაც ასეთი ტემპებით ხდება საკადრო ცვლილებები ამ უწყებაში, არის საფრთხეები ამ ინფორმაციის დაცვასთან მიმართებით. არ არის გამორიცხული, რადგან ქვეყანაში ხალხს უსწავლო უსაფრთხოების სამსახური არა ქვეყნის უსაფრთხოებაზე ზრუნავს,
პირველ რიგში, არამედ კონკრეტული პოლიტიკური პარტიის და კონკრეტული პირის, ამ შემთხვევაში ივანიშვილის ინტერესებზე მისთვის უფრო მეტად მნიშვნელოვანი არის სწორედ ეს და აქ გამომდინარე ის თუ ვინ იქნება ამ უწყების ხელმძღვანელი, ამას სწორედაც რომ არაფორმალი მმართველი წყვეტ პირველ რიგში და ეს დაადასტურა არაერთმა საკადრო ცვლილებებმა, რომელიც განხორციელდა საქართველოში ბოლო პერიოდის განმავლობაში, ამიტომაც ის რომ რუსეთის გავლენები ქვეყანაში იზრდება და რუსეთის გავლენებსაც შეძლოთ კიდევ უკავშირდებოდეს ეს საკითხიც რისკის ქვეშ დგება ზოგადად პოლიტიზირების საკითხი. რატო? იმიტომ რომ ძალიან ხშირად გამოირჩეოდა მდინარაძე რადიკალური ანტიევროპული რიტორიკით როგორც ოპონენტების, ასევე დასავლეთის მიმართ და საზოგადოებაში პოლარიზაციას უფრო მეტად აღვივებდა. შესაბამისად, მისი ეს მონაცემები და ეს გამოცდილება შეიძლება თქვას, რომ კიდევ უფრო მეტად დააზიანებს ქვეყნის უსაფრთხოებას, როდესაც სახელმწიფო უსაფრთხოების მეთაური უნდა იყოს მაქსიმალურად დეპოლიტიზირებული. მან უნდა დაიცვას სახელმწიფო და დაიცვას ქვეყანა და არა რომელიმე პოლიტიკური პარტია ან რომელიმე პოლიტიკური პერსონი. და სწორედ აქ ხედავთ ყველაზე მეტად რისკებს. უწყება, რა თქმა უნდა, თავისი უფლებამოსილებიდან გამომდინარე მუშაობს და აქვს ცდომა საიდუმლო ინფორმაციაზე. არ არის მიზანშეწონილი, რომ ძალიან ბევრ ადამიანს ჰქონდეს ცდომა და ხშირად ხდებოდეს ცვლილება იმ ხელმძღვანელი პირების, რომელსაც ასეთი ინფორმაცია გააჩნია, ასეთი ცდომა გააჩნია. ყველაზე მეტი კითხვა ახლა მაინც ანრი ოხანაშვილისკენ მიემართება, რომლისგანაც საზოგადოებას აინტერესებს, რის გამო გახდა იძულებული, რომ დაეტოვებინა სუსში თანამდებობა. ფაქტია, რომ ასეთ საპასუხისმგებლო თანამდებობის ადამიანები საკუთარი სურვილით და ნებით და მით უმეტეს ასეთ მოკლედ ვადებში არ ამბობენ ასეთ თანამდებობებზე უარს. არც საჩანს, არც მამუკა მდინარაძე, სავარაუდოა, რომ ეს უკანასკნელი ახლა ემზადება იმისთვის, რომ უკვე სექტემბერში ფორმალურ მოსმენაზე მივიდეს ქართული ოცნების პარლამენტში და ვიცით უკვე გაცხადებულად ისიც, როგორია ქართული ოცნების პოზიცია, მდინარაძეს მათი მხარდაჭერა ექნება და ძალიან მალე უკვე სუსში ხელმძღვანელად მოგვევლინება.